ბოლო დღეებში რუსეთის საგარეო დაზვერვამ უკვე სცადა ჩარევა ახალი პატრიარქის არჩევის პროცესში. ირანის ელჩის განცხადებებმა კი საქართველოში საფრთხის განცდა და მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია. არა ხელისუფლების მხრიდან. რა წინააღმდეგობებში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მრავალვექტორიანი პოლიტიკით ქვეყანა მაშინ, როცა დასავლეთთან ურთიერთობა მკაცრი კონფრონტაციის ფაზაშია. რას ნიშნავს ეს ერთდროული წნეხი ვაშინგტონიდან, მოსკოვიდან და თეირანიდან და ხომ არ აღმოჩნდა ხელისუფლება იმ მდგომარეობაში, როცა ერთდროულად ყველას ეუბნება, რომ პარტნიორია, მაგრამ მისი რეალურად აღარ ავისჯერა. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია პუტინის დღევანდელი გზავნილი აფხაზის სეპარატისტებისადმი. მოსკოვი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფორმალური მხარდაჭერით, ის უკვე საჯაროდ ლაპარაკობს რუსეთ-აფხაზეთის ყოვლის მომცველ პარტნიორობაზე, რომელიც უბრალო სამეზობლო ურთიერთობებსაც ცდება. ეს ფაქტობრივად არის სიგნალი, რომ კრემლი ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთარ გავლენას არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ დემონსტრაციულად აფართოებს. და ეს ხდება მაშინ, როცა ოცნება თავად ყველაფერს აკეთებს მოსკოვისთვის პოლიტიკური მორჩილების საჩვენებლად. სწორედ ამ დღეებში მმართველი პარტიის მიწვევით თბილისის მოწვევით თბილისს სტუმრობს მოლდოვას ღიად პრორუსული ოპოზიციური დელეგაცია, მათ შორის დოდონის ბანაკის წარმომადგენლები, რომლებსაც არა მხოლოდ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც შეხვდა. ამ ფონზე მთავარი კითხვა კიდევ უფრო მკაფიო და მკვეთრია. თუ ხელისუფლება ასე დემონსტრაციულად ცდილობს კრემლისთვის მისაღები იყოს, რატომ აგზავნის მოსკოვი მაინც ასეთ მკაფიო და უხეშ გზავნილებს? აი ამ შეკითხვით დავიწყებ საუბარს ბატონ გია ხუხაშვილთან. მადლობა ბატონ გია, რომ ჩვენთან ერთად ხართ, გისმენთ. პირველ რიგში ეს არ არის მრავალვექტორიანი პოლიტიკა, ხო, ეს არის აბსოლუტურად განსაზღვრულია ვექტორი, მრავალვექტორიანობის იმიტაცია ხდება, ხო, ამით ხდება გვარი, ესე რომ ვთქვათ, შეფუთვა აი ამ აბსოლუტურად გარკვეული და ერთადერთი რუსეთის იმპერიაში ინტეგრაციის კუთხით, ესე რომ ვთქვათ, მიმართულებით მოძრაობისა. ასე რომ ეს იმიტაციებიც როგორ ხდება, აი ნახეთ, სიბრძნეთ ასაღებენ იმას, რომ ჩვენ თითქოს ნეიტრალიტეტს ვიცავთ ყველა მხარისადმი, ხო, რომ აი ომი არ იყოს საქართველოში და ეს შემდეგ და სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ხდება ის, რომ მეგობრებს ლანძღავთ დილიდან საღამომდე და ასე რომ ვთქვათ, ათას შეთქმულების თეორიებს ვთხზავთ და ოპონენტებთან მოდით მტრებს არ ვიტყვით, თუმცა მტრები არიან, ეხლა თუ კონკრეტულად რუსეთზე ვისაუბრებთ, მაგრამ რუსეთზე ნაკლები საფრთხე არ მოდის სხვა ქვეყნებიდანაც, მათ ესე რომ ვთქვათ, მათ უცხადებთ სრულ ლოიალობას, ხო? აი წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა, როდესაც აი ესეთ მუქარის ტონში გაკეთებულ განცხადებაზე საერთოდ რეაქცია არ ქონია. ირანის ელჩის განცხადებებმა მსხვერპლობაში ჩვენ ხელისუფლებას პრაქტიკულად არანაირი რეაგირება არ ქონდა, პირდაპირ გადაყლაპეს ეს ყველაფერი და ეს ხდებოდა იმ ფონზე, მე შეგახსენებთ, როდესაც სულ ერთი თვის განმავლობაში ხო ეს დიდი კამპანია კი არა, დიდი სკანდალი გორდებოდა ირანის გავლენების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოში, იქ ესე რომ ვთქვათ რაღაც გაუგებარი უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე და აი შემდეგ და სხვა შორის ამ თემაზე მეც კი სუში დამიბარეს, ხო? მე სუში დამიბარეს იმაზე, რომ ლაპარაკობდი ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე. ამ დროს ირანის ელჩი ემუქრება მთელ ქვეყანას ფაქტიურად, ხო? ემან დრამე არ შეგეშალოთ, ხო და ამაზე საერთოდ ჩამიჩუმი არ ისმის, საერთოდ არაფერს არ ეუბნებიან. პირიქით, ბატონ გია, ძალიან აქტიურია თავისთავად ეს ელჩი, თავისთავად ძალიან საინტერესო. შეხვედრის შემდეგაც გააგრძელა ეს თავხედური გამოსვლები. შეიძლება არ ქონდათ საშუალება გენახათ ახალ ფორმულაში ქონდა და ოდნავ მოგვიანებით მე ვაჩვენებ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც ფორმულას ჟურნალისტმა ჩამოვართვა დღეს ბატონ ელჩს, ირანის ელჩს და იქ არის ესეთი საინტერესო მომენტი, ჟურნალისტი ცდილობს სალომე ლაბაძე დააზუსტოს ელჩის შეფასება, დამოკიდებულება საქართველოს მთავრობის მოქმედებაზე და ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე და იმდენად ბუნდოვნად ტოვებს თავად ელჩი ამ შეფასებას
და იმ ბუნდოვანებას ამავე დროს ეფუძნება ძალიან მკაფიო და მკვეთრი მუქარის ტონი, რომელიც იყო მის წერილშიც და ისმის ამ განცხადებაშიც, რომ ეს განახლება არის იმ გზავნილის, რომელიც საქართველოს მთავრობას უკავშირდება და რა ვალდებულებები აქვს ესეთი, ან რა ვალი აქვს ეს სიტყვაც ხშირად ისმის ირანის რეჟიმის მიმართ საქართველოს მოქმედ მთავრობას, როდესაც აი ასეთ პრობლემებს არ პასუხობს უფრო გასაგებ ენაზე და მკაფიოდ, არა აგრესიული ტონით და არა კონფრონტაციით. ჩვენ გვესმის, რომ სამეზობლოა და ჩვენს მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება. რა თქმა უნდა, სიფრთხილე საჭიროა, მე შემიძლია ეს დაგიდასტუროთ, ბუნებრივია, მაგრამ სიფრთხილე არ უნდა გადადიოდეს კოლაბორაციონიზმში, ხო? რაშიც გადაიყვანა ჩვენმა ხელისუფლებამ, ის პერმანენტულად კონსტიტუციას არ უღებს ამით, ხო? როდესაც ესე რომ ვთქვათ, შორდება იმ ვექტორს, რაც განვითარების ვექტორს, რაც კონსტიტუციით არის გამაგრებული და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ასე რომ შეიძლება ირანთან ახლა რა ვალდებულებები აქვს ხელისუფლებას, ამაზე მე გამიჭირდება თქმა, თუმცა მე ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ ტრანზიტულად რუსეთის გავლით შეიძლება აი ეს ლოიალობა ირანის მიმართ გარკვეულ ლოგიკაში ჩავსვათ, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არ არის, რუსეთის ხელისუფლებას აქვს ძალიან სერიოზული გავლენა ჩვენ ხელისუფლებაზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით, ხო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების, ასევე საზოგადოებრივი პოლიტიკური, კანონმდებლობიდან დაწყებული ადმინისტრაციული, ესე რომ ვთქვათ, სხვადასხვა გააწყვეტილებები და ასე შემდეგ, პირდაპირ copy-paste-ით გადმოიღება კრემლიდან, ანუ მოდელი, მმართველობითი მოდელი, ხო? მოდელი მთლიანად და ინსტიტუციური გარკვეული აი ეს წესრიგი თუ ამას წესრიგი შეიძლება დაერქვას მთლიანად კოპირებულია რუსული მოდელისგან, ხო? ანუ რუსული ტიპის ეგრეთ წოდებულ სუვერენულ დემოკრატიას აშენებენ. და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ექსპანსიის პროცესი 2022 წლიდან ფაქტობრივად ისეთი ტემპით წავიდა, რომ ჩვენ დღეს უკვე ფარული ოკუპაციის რეჟიმში ვართ, ხო, რუსეთის მხრიდან. შესაბამისად ირანთან დამოკიდებულება როგორც რუსეთის პარტნიორთან აქედან გამომდინარე ლაგდება შეიძლება ითქვას, ხო? თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ირანს თავისი საცეცებიც ჰქონდეს და ჩვენ ეს საცეცები უკვე ამ ერთი თვის განმავლობაში მრავლად ვიხილეთ. აი ბატონგია, ირანის ამ პოზიციების ასე ვთქვათ აქსელერაცია ხომ არ იყო გამოწვეული რუბიოს ზარით. რას შეეხება თქვენი აზრით რუბიოს ზარი? იმიტომ რომ ელჩს რო ეკითხება, ჩვენი ჟურნალისტი დღეს რომ ის ეკითხება, რომ რატო აბავთო ამასო რუბიოს ზარსო და როგორო კაცო, იმ კაცმა რო დარეკა მეორე დილით გამოაქვეყნე, თან ქართულ ენაზე დაწერა და გამოაქვეყნა. არა, მეცაც გეტყვით. იცით რას პასუხობს გეტყვით ელჩი ვაჩვენებ ცოტა ხანში პერე რომ მასევ ხა ხან წვიმა მოვაო და ხან რაღაცა ბუნებრივი მოვლენა იქნებაო და რაღაც დამთხევები შეიძლება მოხდესო. ანუ ირანის ელჩი ამბობს, რომ წინა საღამოს გავრცელებული ინფორმაცია რუბიოს ზარზე კობახიძესთან, რომელსაც წელიწადია ელოდებიან და წელიწად ნახევარია და არ ეღირსად, რომ დარეკა იმ კაცმა ამ ირანის ამბების ფონზე, ეს არაფერ შუაშია იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე დილას ირანის ელჩი დარწმუნებული ვარ, თეირანის ღია და მკაფიო დირექტივების ფარგლებში სხვაგვარად შეუძლებელია ქართულ ენაზე მუქარის შემცველი შინაარსის განცხადებას აქვეყნებს. ხო, ეხლა გასაგებია, ხო ეს კიდევ ეს ცინიკური, ესე რომ ვთქვათ, სიტყვის ბანზე აგდება. ესეც ყველაფერი გასაგებია, ხო? მე უფრო გავაფართოვებდი სურათს, ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ანაკლიის სპორტის დათვალიერება მოხდა, ესე რომ ვთქვათ, ამერიკელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ხო? რუბიოს ზარი ეს სხვა შორის იგივე სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ საკითხები შეეხებოდა სამხრეთ კავკასიის და დაზუსტებული იყო შავი ზღვის უსაფრთხოების თემებს. მე არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მე დაახლოებით როდესაც ანაკლიის პორტის საბოტირების ირგვლივ, მშენებლობის საბოტირების ირგვლივ ეს დიდი დისკუსია მიდიოდა, მე მაშინ ვამბობდი, რომ თვითონ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება შესაძლებელია ანაკლიის სპორტის არ იყო ძალიან ძლიერი, ხო? გამომდინარე
იქიდან რომ ეს ტვირთები 100 მილიონი ტონა რა ფორმით უნდა მოვიტანოთ საქართველოში ჯერჯერობით ბუნდოვანია, რკინიგზას არ შეუძლია ამდენის გატარება არც საქართველოს, არც აზერბაიჯანის, არც კასპიის ზღვაში არ არის შესაბამისი სიმძლავრეები და თუ შეიძლებოდა იმის თქმა, რომ მოკლევადიან პერიოდში და საჟვალოვადიან პერიოდში ამ პორტის მშენებლობის რენტაბელობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ მე იქვე ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ პორტს შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების დანიშნულება. რატომ? იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ შავ ზღვაში არის ნატოს 3 ქვეყანა და მიუხედავად ამისა რუსეთი დომინირებს შავ ზღვაში. ბუნებრივია შეერთებულ შტატებს და საერთოდ კოლექტიურ დასავლეთს ამ კონიუნქტურის შეცვლა უნდათ რომ გარკვეულწილად დაბალანსებული იყოს ყველაფერი. ანაკლიის პორტის ტექნიკური მონაცემები იძლევა იმის შემთხვევას, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იქ რაღაც უსაფრთხოების ბლოკი გაკეთებულიყო, ხო? აი იგივე ნატოს ეგიდით იქნებოდა ეს თუ ამერიკული ესე რომ თქვა საზღვაო ბაზის სახით, ხო? ანუ მას არა მარტო ეკონომიკური და სატრანზიტო, რა თქმა უნდა, ამ ხრივ ეს პორტი განსაკუთრებით საინტერესო იყო შტატებისთვის. და ზუსტად რატო ყვები ამას რომ აი ეს დათვალიერება ანაკლიის პორტის მე ვფიქრობ უფრო ამ კუთხით იყო ამერიკელებისთვის საინტერესო, რასაც მე მოყვა უკვე რუბიოს ზარი და ბუნებრივია რუბიოს ზარი უკავშირდებოდა არა ურთიერთობების დალაგებას, არამედ აი მიმდინარე ოპერაციის ლოგისტიკურ პრობლემებს, ხო? მოგესალმებათ, რომ ეს ომი ახლა მეორე ფაზაშია გადასული, ხო? ერთი იყო ესე რომ თქვა პირველი შტურმი, რასაც ქვია და ეხლა რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რითაც ფაქტობრივად ბედი გადაწყდება ამ ყველაფრის, ხო? და აქ ლოგისტიკური პრობლემები აქვთ ამერიკელებს, ეხლა ჩვენ ესე რომ ვთქვათ, უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ხო? აი ზუსტად ბატონ გიგ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვას შემოგთავაზებ და შეძლებთ რომ შეაჯამოთ. აი ასევე თვალში მომხვდა გუშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადება ალიევის, სადაც ის ამბობს, რომ ტრამპის მარშრუტის ანუ აი ეს გზა ხო 90%-ით მზად არის და 70%-ით რკინიგზა, მაგრამ ამერიკელებიც და ჩვენ ყველანი კარგად ხვდებით, რომ ირანის თემა როგორც ჩანს, საკმაოდ მისი მოგვარებას, დასტაბილურებას დრო დაჭირდება, ესე მარტივად. ეს მოკლევადია, ხო? შესაბამისად ამ სიუნიქის დერეფნის იგივე ზანგეზურის თემა და უსაფრთხოება, რომელიც პირდაპირ მიჯნივ არის ირანის მოსაზღვრე ტერიტორია არის, ვერ იქნება გარანტირებული სტაბილური მარშრუტი. ამიტომ აი იმ უბედურების გამო, რაც იქ ხდება ჩვენთვის გარკვეული სარგებელი გეოპოლიტიკური აქტუალიზაციის კუთხით, როგორც ჩანს მოაქვს. რამდენად შეძლებს გამოიყენოს ეს ამ მთავრობას, იმიტომ რომ ის ისეთი ტიპის ვალდებულებებში არის რუსეთთან და ირანთან. არათუ ვერ გამოიყენებს, არამედ უბრალოდ მათ არა აქვთ ფუფუნება რომ გამოიყენონ, ხო? ეხლა ბუნებრივია ერთის მხრივ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს რომ ვითომ ცდილობს, ხო? ან იმიტაციას ახდენს რომ ამერიკასთან ცდილობს ურთიერთობის დალაგებას, მაგრამ იმდენად არიან ისინი უკვე რუსეთის მხრიდან მარწუხებში აყვანილი, რომ მათ არა აქვთ ფუფუნება რომ რაღაც მანევრი გააკეთონ აქ მაინც და მაინც. სურვილის შემთხვევაშიც კი შეიძლება უნდათ კიდევაც, მაგრამ რუსეთი ამის საშუალებას ბუნებრივია არ მისცემს. რატომ? იმიტომ რომ რუსეთისთვის ირანის დამარცხება რუსეთის იმპერიის ისეთ დასუსტებას ნიშნავს, რომ შეიძლება რუსეთი ჩამოიშალოს ირანის შემდეგ. აქედან გამომდინარე ეს არის მათთვის სასიცოცხლო თემები და აქედან გამომდინარე ესე რომ ვთქვათ მე ვფიქრობ რომ გამორიცხულია ეს ყველაფერი რომ მოხდეს. მე იმასაც ვარაუდობ, ხო, გარკვეული ალბათობით, ეხლა მე ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ პირდაპირ უარის თქმა რუბიოსთვის არ უნდათ რაღაცაზე, რაღაც შეთავაზებებზე და ამიტომ ეს ინფორმაცია თუ რა შეეხებოდა რუბიოს ზარი თვითონ კანცელარიიდან აღმოჩნდა ირანის ელჩის ხელში და შეიძლება თხოვეს კიდევაც რომ რაღაც განცხადება გააკეთე რომ ჩვენ არგუმენტი გქონდეს რომ რატომ ვეუბნებით უარს, ხო? რატომ ვეუბნებით უარს
მერე ცალკებად შეიძლება ისიც იყოს შეთანხმებული რომ ერთ თვითმფრინავს დავსვათ მოდი ეხა საქართველოში რომ თლათ ეხა ციხლის კრა არ გამოგვივიდეს ესეც შეათანხმეს და აი ამით ამ მამაძაღლობით ესე რომ თქვა ეს მამაძაღლური კომბინაცია ჩაატარეს. რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო მეტი გართულდება ასეთი თამაშები, ხო? თქვენც ამას ამბობთ, რომ ვიწროვდება ეს სივრცე. მაგრამ ილუზია, მე ვფიქრობ, რომ ეხა არც რუბიო და არც ესე რომ თქვა ამერიკის ელჩი, ხო, იმდენად ბრიყვები არ არიან, რომ არ ესმოდეთ აქ რა ვირეშმაკული თამაში წარმოებს და მე პერსპექტივას ამ ურთიერთობებისას ვერ ვხედავ. ხო, ხელისუფლება შეეცადა, რა თქმა უნდა, რომ ეს სატელეფონო ზარი გამოიყენებინა რაღაც მორიგი ილუზიის შესაქმნელად, მაგრამ მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ ეს ურთიერთობები დალაგებადი იყოს. პირიქით, მე ვთვლი, რომ ამ ზარის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ ურთიერთობის გამწვავების ახალ ტალღას, ხო, იგივე მეგობარი აქტის გააქტიურებას, ეხა ამერიკელებს ამწუთას ჩვენთვის არ ცალიათ, მაგრამ ირანისთვის ალიათ და ამ კონტექსტში უნდა რეგიონს უფრო აქტიურად უყურებ. მადლობა ძალიან ბატონ გია.